ვაგრძელებთ ეთერს კუსტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კვირას 29 ივნის 12 საათზე დაგეგმილი აქცია სახელწოდებით საქართველოს მარათონის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც მიზნად ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობას ისახავს. და მე უკვე დავამატებ, რომ შეგიძლიათ თქვენს შეიტანოთ თქვენი წვლილი მარათონში და მიიღოთ მონაწილეობა, თუ როგორ ამას უკვე ჩვენი სტუმრებისგან შევიტყვით. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ლელა სტურუა, USAID Sustain პროექტის დირექტორი ნინო ბერძული და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის ჰერას დირექტორი მარიკა დავითულიანი და აქვე აღნიშნეთ, რომ ამ მარათონის ორგანიზებას სწორედ ჰერა უწევს. დილა მშვიდობის მადლობა პირველ რიგში ყოველს მოსვლისთვის. მოდი დავიწყოთ საუბარი ამ მარათონზე, შეგვახსენეთ მისი მიზანი და მაყურებელსაც შევახსენოთ უფრო დეტალურად აუხსნათ და იმ ღონისძიებებზე მოგვიყევით და გვესაუბრეთ, რომელიც ამ მარათონის ფარგლებში იგეგმება და გაიმართება. ქალბატონო მარიკა, მოდი თქვენგან დავიწყოთ. სიამოვნებით. კვირას 29 ივნის, როგორც უკვე აღნიშნეთ, 12 საათზე იმართება რიგით მე-9 ყოველწლიური მარათონის სიცოცხლის გადასარჩენად. მარათონი ითვალისწინებს რბოლის, მსვლელობის ტურებს. მონაწილეობა თავისუფალი არის ყველა სურვილის მიხედვით, განურჩევლად სქესისა და ასაკისა შეუძლია მობრძანდეს მიიღოს მონაწილეობა მარათონში. ამის შემდგომ უკვე რბოლის და სირბილის ტურების მსვლელობის ტურის შემდგომ უკვე იქნება ოფიციალური გამოსვლები და მოეწყობა საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ ცნობილი ქართული პოპულარული მომღერლების მონაწილეობით. მინდა აღნიშნო, რომ რბოლაში გამარჯვებულების დაჯილდოებაც იქნება ასევე, ვინც გაიმარჯვებს ამ შემთხვევაში 5 კილომეტრიან მანძილზე და 2 კილომეტრი მანძილი მსვლელობის იქნება. რაც მსგავსი ტიპის ღონისძიება არის 29-ში დაგეგმილი, ხო, კუსტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, თვითონ რეგისტრაციის მსვლელობის დროს დაგეგმილი იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო სესიები, რომელიც მიეძღვნება კერძოდ თუდუსკიბოს პრევენციას, ასევე იქნება სხვადასხვა გასართობი პროგრამები, თქვათ და ვინც მოვა შეუძლია ისე ამოვნოს ჩვენი ღონისძიებით დღის განმავლობაში. და გარდა ამისა თავისი წვლილი შეიტანოს ამ აქციაში. რა თქმა უნდა, შეიტანოს თავისი მონაწილეობით, თავისი მონაწილეობით, მხარდაჭერა გამოუცხადოს აქციას და შესაბამისად აქციის მთავარი მიზანია მოგეხსენებათ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება ძუძუსკიბოს პრევენციის შესახებ და ასევე ადრეული გამოვლენის სერვისების პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მსგავს მარათონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძოდ მოსახლეობაში და საქართველოში კერძოდ სტატისტიკიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ აუცილებელია ტრადიციულად ყოველწლიურად ჩატარდეს, ვინაიდან ჩვენმა 9 წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აქცია ძალიან პოპულარული არის ჩვენთან საქართველოში, ყოველწლიურად ისიკრებს მეტ და მეტ მონაწილეს და უკვე სადღაც 15,000-მდე მონაწილე იყო ყოველწლიურად თუ საერთო ჯამში ვიანგარშებ ჩართული ამ ღონისძიებაში. ჩართული არის ასევე 100-მდე ოფიციალური ორგანიზაცია და კომპანიები, რომელიც მხარს უჭერენ ღონისძიებას და მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო იმ პარტნიორებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ამ აქციის ორგანიზება. კერძოდ მინდა მადლობა გადაუხადო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შენარჩუნების პროგრამას, სუზან კომენის ფონდს, ჯანმრთელობის სამინისტროს, ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ეროვნულ სკრინინგ ცენტრს. ასევე მინდა აღვნიშნო ის კერძო კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედია მხარდაჭერასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ყოველწლიურად და ასევე მინდა ვთქვა, რომ უკვე მეორე წელიწადია ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას გვიჭერებს სადაზღვევო კომპანია Artich Group-ი, რომელიც არის მარათონის ოფიციალური მსხვერპლი და ეს კომპანია გამოირჩევა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საქველმოქმედო კომპანიებით. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ამდენი ორგანიზაცია ჩართული ამ აქციაში. თქვენ ახსენეთ, მარიკა, რომ მე-9 ტარდება აღნიშნული მარათონი, მე-9 ტარდება მსოფლიოს მასშტაბით თუ საქართველოს ჩაერთო მე-9, ანუ საქართველოსთვის რიგით მე რამდენი ტარდება? საქართველოსთვის არის რიგით მე-9 ღონისძიება. 2005 წლიდან მოყოლებული 3 წლის განმავლობაში მარათონი ტარდებოდა ქალაქ ქუთაისში, ხოლო 2009 წლიდან ყოველწლიურად დაფუძნდა ქალაქ თბილისში. ძალიან კარგი და თქვენ ახსენეთ, რომ დასწრება არის თავისუფალი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. მაგრამ რა ფორმის შეგვიძლია მონაწილეობა მიიღოს? თქვათ უბრალოდ გამოცხადდეთ ადგილზე, რეგისტრაცია გავიარო წინასწარ, თუ უნდა გავიაროთ რა ფორმით, ანუ ზოგადად მიმოხილვა რომ გავუკეთოთ ადამიანს, ვინც უკვე დაინტერესდა, მათ შორის მეც. ჩვენს მარათონზე დასწრება არის უფასო, ყველას მსურველს შეუძლია მოვიდეს, გაიაროს ადგილზევე რეგისტრაცია, შეუძლია კვირასვე, ხო? კვირასვე შეუძლია 11 საათზე მოვიდეს, გაიაროს 11-დან 12-მდე გაიაროს რეგისტრაცია, საჩუქრად მიიღებს უფასოდ მაისურს მარათონისას, რომელიც უნდა ჩაიცვას აუცილებლად და ამით გამოხატოს მხარდაჭერა მსვლელობის და რბოლის ტურის დროს.
გარდა ამისა, ის მიიღებს თუ ის რუბლის ტურში მონაწილეობს რიგით ნომერს, რომლის საშუალებითაც საშუალება იქნება, რომ გამოავლინოთ გამარჯვებული. როგორ იმარჯვებენ? ვინც უფრო მეტს იბენს, ვინც პირველი მოვა ფინიშის ხაზთან, ამ შემთხვევაში ქალთა შორის და მამაკაცთა შორის იქნება გამოვლენილი გამარჯვებული. ვისაც გადაეცემა ფულადი პრიზი და ხოლო მეორე და მესამე ადგილებს უკვე საჩუქრების სამი ადამიანი. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები იქნებიან ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ, ასევე შეუძლიათ რომ გაიმარჯვონ კიდენ ბოლოში. გაზრდიან мотивაციას რა თქმა უნდა ამ პოლიტიკით. ქავატნა ლელა, ნაცუზკიბოს აქტუალობა ყოველსათვის კარგად არის დღეს ცნობილი. საინტერესოა როგორია ამ დაავადების გავრცელების სტატისტიკა, ანუ როგორია ტენდენციები, რომელიც არის გამოკვეთილი დღეისთვის. ცუცუსკიბო ძალიან ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, როგორც მსოფლიოში, ასევე გამონაკლისი საქართველოც არ არის. ცუცუსკიბო სიკვდილის მიზეზებს შორის, კიბოს შორის მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო საქართველოში სამწუხაროდ იგი მეორე ადგილზეა. ქალებს შორის სიკვდილის ძირითადი მიზეზია ცუცუსკიბო. მაგალითად 2012 წლის ბოლოსთვის 6500 ქალბატონია დარეგისტრირებული, რომელსაც აქვს ცუცუსკიბო და 821 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. 2013 წელს დაახლოებით 970 შემთხვევაა დარეგისტრირებული. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ის სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ, კიბოსთან დაკავშირებით არის არასრულყოფილი და ეს ციფრები, რაც მე მოვიყვანე საქართველოსთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ასახავს რეალურ სურათს. ვინაიდან მთელს მსოფლიოში კიბოს ჩვენ და სამწუხაროდ აქვს მზარდი ტენდენცია, საქართველოში სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ახალი შემთხვევების, ასევე წლის ბოლოს არსებული შემთხვევების რაოდენობა კლებულობს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ აუცილებელია ჰქონდეს კიბოს პოპულაციური რეგისტრი. 2011 წელს პილოტურად დავიწყეთ რეგისტრის ჩამოყალიბება, ხოლო 2014 წელს უკვე იგი იქნება მთელს ქვეყანაზე გავრცობილი, მომზადდება ონკოლოგები, სპეციალისტები, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა კიბოს რეგისტრის ფორმის შევსებაში, შემდეგ მის ანალიზში. ამისთვის ქვეყანამ მოახდინა კანრეგ 5-ის ადაპტაცია ქართულ სინამდვილესთან, ითარგმნა ICD-10 სიკვდილის საერთაშორისო კლასიფიკაციის O კოდი, ანუ ონკოლოგიასთან დაკავშირებული კოდები და ინტენსიურად ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. გარდა ამის არსებობს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადრეული გამოვლენა ცუცუსკიბოს შემთხვევებისა იძლევა საშუალებას დავამარცხოთ კიბო, გამოსჯამრთელდეთ და გქონდეს ძალიან დიდი რაოდენობით ძალიან ხარისხიანი ცხოვრების წლები. სამწუხაროდ ამ ეტაპზე დაახლოებით 60%-მდე შემთხვევები ფიქსირდება მესამე და მეოთხე სტადიაზე. და ჩვენი ამ მარათონის მიზანია სწორედ ის, რომ მოსახლეობას უთხრათ, რომ აუცილებელია დროულად ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც მისვლა და ექიმთან შემოწმება, მით უმეტეს სკრინინგის პროგრამა არის უფასო და საზოგადო საყოველთაო ჯანდაცვაც გულისხმობს სკრინინგის შემდგომ თუ პაციენტს ჭირდება მკურნალობა, სხვადასხვა მკურნალობის საკმაო რაოდენობით დაფარვას. ცუცუსკიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, რადგან მისი ნადრევი გამოვლინება სიცოცხლის გახანგრძლივების და შენარჩუნების საწინდარია. ეს არის თქვენი კომპანიის ერთგვარი სლოგანი, თუმცა მაინც არსებობს ერთგვარი სტიგმაც. საინტერესო არის თუ არა საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა და რა კეთდება ამ მიმართულებისთვის, იმისთვის რომ საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული. ფაქტია, რომ საზოგადოების ინფორმირების შემთხვევაში ეს დაავადება უფრო მეტად კლებულობს და უკეთესობა არის ამ თვალსაზრისით. ანუ რა კეთდება ამ მიმართულებით? რა ღონისძიებებს ვახორციელებთ, რომ გავზარდოთ ამ კუთხით? ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის ადრეული გამოვლენა, ვინაიდან მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად გადარჩენის განკურნების შანსი არის 98%. საკმაოდ მაღალი პროცენტი არის. საქართველოში ძალიან დაბალი არის, სადღაც 20-25%. რა თქმა უნდა, როგორც ველომბრძანა, უკვე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ 60%-მდე ხდება დაგვიანებულ სტადიაზე გამოვლენა, მესამე, მეოთხე სტადიაზე, როდესაც მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია და რა თქმა უნდა
გადარჩენის შანსებიც არის ძალიან დაბალი. როდესაც ხდება ამ დაავადების პირველ-მეორე სტადიაზე გამოვლენა, აი ამ შემთხვევაში არის ზუსტად ის 98%-იანი მაჩვენებელი სრულად განკურნების, ამიტომ სწორედ აი სკრინინგის პროგრამა უსიმპტომო პაციენტებში ხელს უწყობს ამ დაავადების ადრეულ გამოვლენას და შესაბამისად უკვე გამოჯამრთელებას თუ კი დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ადრეულ ეტაპზე სათანადო მკურნალობა, ხარისხიანი მკურნალობა, დროული მკურნალობა არის ჩატარებული. ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის და რომ დავარღვიოთ ზუსტად და დავამსხვროთ ის სტიგმა, რომელიც არსებობს დღეს საქართველოს მოსახლეობაში, რომ ძუძუს კიბო არის სასიკვდილო განაჩენი, რომ არაფერი მეშველება, თუ დიაგნოზი მოხდა, მე რა ვქნა, ანუ ძალიან ბევრი ასე თქვა დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ამ თვალსაზრისით, აი ეს ბარიერი არის ერთ-ერთი ძალიან დიდი მცდარი ინფორმაცია ძუძუს კიბოს შესახებ და სწორედ ეს მარათონი ერთ-ერთი ასე თქვა ღონისძიება, რომელიც ემსახურება ამ სტიგმის, ამ ბარიერის რღვევას საქართველოში. გარდა ამისა არის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ჩართულობა მინდა აღვნიშნო, ვინაიდან მათი როლი არის ძალიან დიდი. ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ეს არის ის რგოლი, სადაც ხდება პირველი კონტაქტი პაციენტის სამედიცინო სერვისებთან. ამდენად ყველა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი უნდა იყოს განათლებული, ასე ვთქვათ, გათვითცნობიერებული ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ პრევენციის საკითხებზე, ადრეული გამოვლენის საკითხებზე. უნდა მოხდეს კონსულტირება პაციენტის სკრინინგში ჩართულობასთან დაკავშირებით, რეფერალის გაკეთება სკრინინგის სერვისებში. აი ეს არის ყველა, ასე ვთქვათ, ყველა ეს ღონისძიება ხელს უწყობს აი ზუსტად ამ სტიგმის, ამ ბარიერების დარღვევას, რაც დაკავშირებული არის დაგვიანებულ დიაგნოსტიკასთან. დიახ, ნინო, თუ შეგიძლიათ რომ საბოლოო რეზიუმის სახით კიდევ ერთხელ შეგვახსენოთ, როდის სად გაიმართება მარათონი, რომელშიც ჩვენ ვახორციელებთ წელს და ასევე როგორ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მსურველებმა. და მის შემდეგ უკვე გავაკეთებთ კიდევ ერთხელ კვირას 12 საათზე მარათონი გაიმართება კურტვაზე. 11 საათზე იწყება რეგისტრაცია მარათონის, როგორც მარიგამ აღნიშნა უკვე, იქნება რბოლა და იქნება ასევე მსვლელობა. გამარჯვებულები, რა თქმა უნდა, დაჯილდოვდებიან, ანუ მოუწოდებთ ყველას, რომ მიიღონ მონაწილეობა მარათონში და ამით გამოხატონ, მათი მონაწილეობით გამოხატონ მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაძლიან ასევე ეს დაავადება და საკმაოდ მრავლად იქნებიან ისინი წარმოდგენილი მარათონზე და ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ამ ქალბატონების მონაწილეობა, ვინაიდან მე მახსოვს 9 წლის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ასეთი მარათონის ორგანიზება საქართველოში, არავის არ სურდა ვარდისფერი მაისურის ჩაცმა. ვარდისფერი მაისური არის განსახიერება, ესე ვთქვათ, ძუძუს კიბოსაგან გადარჩენილი ქალბატონები იცმებენ ვარდისფერ მაისურს და არავის არ სურდა 9 წლის წინ ამ მაისურის ჩაცმა. დღეს უკვე უბრალოდ ჩარშან და დღეს უკვე ძალიან ბევრი ქალბატონი არის, 200-მდე ქალბატონი არის, გადარჩენილი ქალბატონი ამ დაავადებისაგან, რომელსაც უკვე სურვილი აქვს ამ მაისურის ჩაცმისა და ეს არის გარკვეული, ესე ვთქვათ, სტიგმის რღვევაც და იმ ბარიერების რღვევა, რომელიც დაკავშირებული იყო ამ დაავადებასთან. ძალიან კარგი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებას გისურვოთ.